ერეკლე მეორე შვილი იყო ჩვენი. შემდეგ გოგონები არიან კიდევ. ერთხელ კომბაინმა გაჭრა ხორბლის მოსავალი. ფეხშველი გაიქცევიო უკითხავთ ახალგაჭრილ მომკილყანაზე და კიო გავიქცევიო 3 წლის იყო მაშინ სულ ფეხშველი დადიოდა. მოკლედ გადაირბინა ეს ნაკვეთი და გადმოირბინა და მე ისეთი თამამი და რაღაცნაირი მოვიდა რომეო მოვიგეო დღეს რა მოიგე მეთქი და ეს არ იცოდა რა მოიგო მაგრამ ძალიან გახარებული იყო. თბილისში როცა გადავედით მე-5 კლასში იყო და კრივში დაიწყო ვარჯიში. და მე-10 კლასში რო გადავიდა გვითხრა ამ კაცმა რომ ერეკლე ვერასოდეს ვერავის ვერ სცემს. ანუ შეჯიბრში ვერ ჩაებმება, იმიტომ რომ არ იცის რატო უნდა ცემოს მოწინააღმდეგე. გასულ ზაფხულს მე გადავწყვიტე ერეკლეს ნაკვალებს გავყოლოდი და მივსულიყავი იქ, სადაც ის დადიოდა და არხოტში ჩავედით. ფეხით გავიარეთ ჩვენ ეს გზა დილიდან საღამომდე, მივდიოდით ცხენებით, ფეხებით, ეს იყო ძალიან რაღაც ექსტრემალური გზა და სიტუაცია, ძალიან რთული. მეორედ მართლა ვერ შევძლებ. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ასე მითხრა, რომ აქ თუ ამოდიხარ ბუმბერას მთებში ძალიან ხვდები, რომ ადამიანი არაფერი არ ხარ. ერთგან კარტოფლის თოხნი და მეორეგან შეშას ეზიდებოდა მთიდან. დილით რომ გადმოდგებოდა ბანზეო და გადმოგძახებდაო რომ ეჰეჰე, აბა დღეს რას ვაკეთებთო და ჩვენცო ხალისი გვემატებოდა. მოხუცი ქალები ყვებოდნენ, რა ვიცი. მიყავდა ძალიან ბევრი ბავშვები, რომ გავიგე პირველად სადღაც შვედეთში ცხოვრებულა ქართული ოჯახი და ამ ოჯახმა თავისი მე-7 თუ მე-8 კლასელი ბავშვები გაატანა არხოტში საოცარი შიშით ვიყავი ის დღეები სანამ არ დაბრუნდნენ ძალიან შემეშინდა. მაშინ არ ვიცოდი ეს როგორი გზა იყო. სულ 2-3 დღით ჩამოდიოდა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ხე, რა ვიცი, ყველა ნერგი მოვიდოდა, გადაბარავდა, დარგავდა, რაღაც ახალ ნერგებს მოიტანდა, თესლს მოიტანდა. და მესამე დღეს აუცილებლად წავიდოდა, საქმე მაქვს. სულ საქმე ქონდა. სანამ ჩანდა სულ ვუყურებდი ხოლმე გზაზე, როცა გავაცილებდი. რომ ვიხსენებ წინა საღამოს ძალიან აფორიაქებული ვიყავი მახსოვს. დილა რომ გათენდა ერეკლეს მამიდაშვილმა დამირეკა და მითხრა ერეკლია ცუდად არხოტში და ვერტალიოტია საჭირო. მაგრამ დილის 8 საათიდან პირველ საათამდე მაინც ვერ ჩაფრინდა ვერტფრენი იქ და ვერ მოხერხდა რატომ. სულ 500 მეტრი გამოიარა ნაწილიდან და მაშინ დაუცურდა ფეხი და ჩავარდა წყალი. ეს წყალი არ იყო მაღალი, მუხლის თავზე წვდებოდა, მაგრამ ყინვა იყო. თქვენ წინათ გრძნობაზე მკითხეთ და მე სულ ვიცოდი ერეკლეს დაბადებიდან დღემდის და ამას არ ვამბობ რაღაცა დიდური, რომ ერეკლე ძალიან სხვანაირი პიროვნება იყო. რაღაცა ისეთი მიდგომა ჰქონდა, არასოდეს არ ეძებდა რამეს სათავისოდ, ეძებდა სხვისთვის, რა იყო უკეთესი. და მე ეს მაშინებდა, სულ მაშინებდა, რა ვიცი. თითქოს არ იყო ამ ქვეყნისთვის. ერეკლემ დაგვირეკა 23-ში და 24-ში საღამოს მე მირეკავს ჩემი უფროსი შვილი თაია და მეუბნება, რომ იცი დედა შენ ნიკოლოზ ჭინჭარაულის ბებია ხარ. ძალიან გავუცდი, ვერ მივხვდი და მე როცა ამიხსნა, რა თქმა უნდა, ერეკლე უკვე არხოტში იყო. მივთხოვე, რომ ტელეფონი მოეცა და მეორე დღეს დავრეკე იმ გოგონასთან, ბავშვის დედასთან, მოკლედ ისევ საავადმყოფოში იყო. ერეკლე მოინახულა წასვლის წინ იმ საღამოსაც, წინა ღამეს. ბავშვი და დედაც, მაგრამ ჩვენთვის არაფერი არ უთქვამს. ჩემთვის დაიშვა რაღაცნაირად ეს ნაბიჯი და მისაღები გახდა. სრულიად შემთხვევით გამოჩნდა ველი.
ერთ დღეს სამსახურში მისულს შემთხვევით ვიგებ, რომ სკოლაში მოვიდა ბავშვი, რომელიც მეორე დღეა მანქანით მოყავთ, მაგრამ მეტად ალბათ ვეღარ ივლის. ამბობს ჩვენი თანამშრომელი. რატომ? იმიტომ რომ ძალიან შორი გზაა. ეხ ჩვენ როგორ გვინდა ასეთი ბავშვი ვეუბნებით ათიას ჩემსას, მაგრამ სად არის? და საღამოს უკვე მოვიდნენ მამა და მე არ ვიცი ვინ დაურეკავი უთხრა ჩვენთან. მაშინვე დარჩა. აღარ ინდომა ველი მათ წასვლა და მას მერე შაბათ-კვირას არ მიდის. მშობლების თხოვენ, ურეკავენ. ჩვენ მიზეზობთ ხან ხატვაზე ვარ წასასვლელი ხან სიმღერაზე და რჩება ასე შაბათ-კვირას საკეთ. ზუსტად ისეთი მიდგომით გავზარდო ველიც, როგორც გავზარდე ერეკლე. იმიტომ რომ მე ერეკლესი ყველაფრით მაძლიერი ვარ. არ არის შესაძლებლობა არასოდეს ჩვენ სოფელში იმის, რომ ბავშვმა რაიმე განათლება მიიღოს სკოლის გარდა, რამითი დაკავდეს. ეთქობა თავის დროზე ეს პრობლემა ქონდა ერეკლესაც, იმიტომ რომ სკოლის დროს ვერ ისწავლა და სკოლის დამთავრების მერე გადაწყვიტა სიმღერა ესწავლა. ძალიან დაინტერესებული იყო ქართული ხალხური სიმღერით და მე შევძელით ის, რომ აქ რაღაცა სტუდიის მსგავსი გავხსენით, სადაც ქართული ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა მასწავლებელი. სკოლის დამთავრების შემდეგ შეძლო და მოახერხა ის, რომ ქართული ხალხური სიმღერა ისწავლა მეტნაკლებად და დიდი სურვილი იყო, რომ ჩვენ სოფელში მისი ყოფილიყო ვაჟთა, პატარა ვაჟთა ანსამბლი. და რა თქმა უნდა, ეს სურვილი მეც გადმომეცა და მოვინდომეთ, რომ აქ სტუდია გაგვეხსნა, თუ ამა სტუდია ერქვა, მაგრამ მასწავლებელი წავიდა. მე ველი მათ იარა ცოტა ხანს ამ სტუდიაში. ორი თვე ისწავლა რომელი სიმღერა? ჩემი მთა და ჩემი ბუნება, ხომ ღეროდი მაგას? ხო. ხო და მე ისევ დავინტერესდით იმით, რომ ხატვის სტუდია გახსნილი იყო, მასწავლებელიც მოვიდა და ეს სულ ორი თვის სწავლის და ვარჯიშის შედეგია ეს ნამუშევრები. აი აქ არის ველის ნახატები. მე მინდოდა რომ ჩემი ბავშვი ქართულ სკოლაში იაროს, მაგრამ არ მქონდა საშუალო რომ სკოლაში ვატარო ბავშვი. ერთი-ორჯერ მივიყვანეთ, მოვიყვანეთ, მაგრამ არ შეგვიძლია რომ ვიაროთ აქ. მე ამ ქალის შევხვდა ჩვენ და ჩვენი ბავშვი აიყვანა თავის ოჯახში. ჩავაბარე ეს ბავშვი თავის შვილივით უვლის. ეხლა ისე მაყოფილი ვარ. არც უნდა ბავშვი რო ჩემთან ჩამოვიდეს. ქართული კითხვა არ იცოდა. ჩვენ დავიწყეთ მეორე კლასის სახელმძღვანელთან, იმიტომ რომ მეორე კლასში შევიდა. საოცარი პრაქტიკული ჭკუა აქვს, მათემატიკაც კარგად დაძლია და ქართულიც არაჩვეულებრივად. საერთოდ რაც სკოლა დაამთავრა, ერეკლე მოღვაწეობდა ძირითადად ბავშვთა სახლებში. გასულ ზაფხულსაც ერეკლეს არ ყოფნის შემდეგაც ის ბავშვები ისე მოვიდნენ. ყოველ დღე დავდიოდით საფლავზე, მათ ჯეროდათ შეზღუდული ბავშვები არიან. ბავშვებიც არ ითქმის, არიან 26, 28, 30 წლის ადამიანები. მათ ჯეროდათ რომ ერეკლე უყურებდათ და ლექსებს უყვებოდნენ, უმღეროდნენ. მოკლედ დიდი სურვილი იყო ერეკლესი, რომ ჩვენთან კიდევ ბევრი ბავშვი გაზრდილიყო. მას მერე დარჩა ველი ჩვენთან. მე პაპა მყავდა ძალიან 96 წელს გარდაიცვალა და ამბობდნენ რომ ხევსურეთში ბრძენი კაცი იყო. მე ესე მესმოდა მას შესახებ და ძალიან მიყვარდა და პაპა იტყოდა რომ უფროსიო ბავშვებთანო, როგორც იუფროსებსო თავსო, ისე აუფროსებენო ახალგაზრდებიო. მე მიმაჩნია რომ ახალგაზრდებთან და ბავშვებთან მიდგომა ყოველთვის განსაკუთრებული უნდა იყოს და ძალიან დასაფიქრებელია ეს დეტალი, იმიტომ რომ როგორც ვუდგებით, მე ისინიც იმას გვიბრუნებენ. როგორმე შევძლოთ შევაჩეროთ ეს აგრესია, რომელიც ძალიან მოგვეძალა ამ დროში.